Testis 312 დღესაც დედაქალაქის მთავარი გამზირი არის გადაკეტილი მიუხედავად იმისა, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში გვესმოდა მუქარები, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე ირაკლი კობახიძისაგან. ამის მიუხედავად ჩვენი ქვეყნის პროევროპელი მოქალაქეები მაინც გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე ერთი მთავარი და ძირითადი შეძახილით. ძირს რუსეთის დამპალი იმპერია საქართველოს გაიმარჯვებს. ეს არის მათი მთავარი სათქმელი და ეს გასდევს მათ ყველა მთავარ განცხადებას უმნიშვნელოვანეს ხაზად და ასევე ამბობენ რომ პროტესტის მთავარი ხაზი გადის სწორედ დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ასევე ანონსებენ იმასაც, რომ ვერაფერი ვერ ჩაშლის მათ განწყობას, ვერაფერი ვერ ჩაშლის მათ გეგმებს და იდგებიან რუსთაველის გამზირზე მანამ, სანამ იმ სასურველ მიზანს არ მიაღწევენ, რომ სინდისის პატიმრები იქნებიან თავისუფლები და ასევე მათთან ერთად გათავისუფლდება საქართველოც. გუშინ სიამბილეში გამოჩნდა ერთი ცხადი რამ. ამ ხალხს ემუქრებოდნენ, იჭერდნენ, აკავებდნენ, სცემდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ 310 დღის განმავლობაში. და 311 დღეს ისევ 100,000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა ორი განაცხადით. ერთი რომ ისინი არ ეგუებიან ამ ქვეყანაში ღიად კრემლისტური რუსული რეჟიმის დამკვიდრებას და ჩაბეტონებას და მეორე რომ ისინი წინააღმდეგ გამოდიან ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობის. ეს იყო სიამბილეში განაცხადი. სწორედ ამ განაცხადს აგრძელებენ ეს ადამიანები მტკიცედ, ჯიუტად მოლოდინების სწორი შექმნით, სწორი მოლოდინების შექმნით და ამ მოლოდინების სწორი მართვით. ცოტა ზედმეტები მოსდის, კარგად ჩახედოს საკუთარ დაწერილ კონსტიტუციას, სიტყვით წაიკითხოს და იმაზე მეტის უფლებას მოაძლევს თავს, რისი უფლებაც ისედაც არა აქვს. კონსტიტუციური უფლებაა ჩვენი აქ დგომა და ჩვენი გამოხატვის თავისუფლების დაცვა. ოცნების მიერ მიტაცებული არჩევნები რჩება კვლავაც მიტაცებულად. სინდისის პატიმრები ციხეში არიან უსამართლოდ და ჩაკეტილია ევროკავშირისგან მიმავალი გზა. ამის ფონზე, რა თქმა უნდა, გრძელდება პროტესტი, წინააღმდეგობის მოძრაობა, უწყვეტი პროტესტი, რომელიც 300 დღეზე მეტია გრძელდება აქ, საქართველოს ქალაქებში. პოლიტპატიმრები ისევ ციხეში არიან, არჩევნები ისევ არ ჩანიშნულა და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ პროტესტს, არაფერი არ შეცვლილა. ისევ მოთხოვნებიც იგივეა და განწყობაც იგივეა. რა თქმა უნდა, აქ ვიქნებით ბოლომდე. მაყურებელმა მოისმინა სალომე ზურაბიშვილის მიმართვა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ის დედაქალაქის მთავარ გამზირზე არის, მოქალაქეებთან ერთად კიდევ მოგასმენინებთ მის კომენტარს და შემდგომ უკვე დავუსვამთ კითხვებს. სრულიად მშვიდობიანი საზოგადოება, რომელიც დღის მერე გამოდის და თავისას ამბობს თავის სიტყვას, რომ მე არ შევეგუები, მე ამ ხელისუფლებას, რომელიც არის არალეგიტიმური და არალეგიტიმური გაყალბებული არჩევნებით შედგენილი და შემდგომ რომელმაც ზურგი მოაქცია ჩვენ ევროპულ მომავალს, მე არ შევეგუები. ამას ამბობს აქ თითო მოქალაქე, რომელიც აქ მოდის 312 დღეს და გააგრძელებს. და მცდელობა რეჟიმის ცხადი არის რომ რაღაცნაირად ეს რუსთაველი ან შეაშინოს, ან გააჩეროს, ან გადაიყვანოს სხვა რამეში, რომ მისი ხასიათი შეიცვალოს და თვითონ მოირგოს რაღაცა მშვიდობის მანტია და ჩვენ მოგვარგოს რაღაცა ძალადობრივი სურათი. იმ მუქარესთან დაკავშირებით რას გეტყვით, ქალბატონო სალომე, რომელიც კობახიძემ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელეს დღეს? ამას ვამბობ, რომ ან ემუქრებიან ამ რუსთაველს, ან ცდილობენ რომ უიმედობა გააჩინონ, ესეც აქ რო ისმის ზოგჯერ რომ აბა რა პერსპექტივა, რა გეგმები, არ შეიძლება რომ იყოს კონკრეტული გეგმა იმისი თუ როგორ დამთავრდება დიქტატურული რუსული რეჟიმი. ჩვენ ვებრძვით ერთობლივად აქაურ დიქტატურულ რეჟიმს და მისი ზურგს უკან მდგარ რუსეთს, რომელიც ყველანაირად ეხმარება ის სპეცსამსახურები ეხმარებიან, როგორც დაეხმარეს არჩევნების დროს, ისე ეხმარებიან დღეს და ყველანაირად დგანან იმის უკან და ჩვენ ამ ყველაფერს ერთად ვებრძვით. ამიტომ ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელსაც არ გააჩნია მზა რეცეპტები. და ვინც იტყვის რომ მზა რეცეპტი ადვილი არსებობს და ეს შეიძლება ეს არის ყველას გვინდა რომ სასწაულის გჯეროდეს, გასაგები არის. ყველას გვინდა რაღაცა არის ის დღე, როცა შენ გინდა რაღაცა ახალი იმედი, ამიტომ მე არაფერს არ ვაბრალებ. მესმის ყველასი რაღაცნაირად
დაუკმაყოფილებელი სურვილი რომ ეს ჩქარა დამთავრდეს, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება მიდის და ჩემი კიდევ უფრო, მაგრამ მოთმინება, გამძლეობა ეს მგრადობა არის ის, რაც არის ყველაზე დიდი დამახასიათებელი ამ ხალხის, რომელიც აქ დგას და ჩვენ ამითი ვიამაყოთ და ამაში კონდეს ჩვენი მთავარი იმედი და ნდობა. მშვიდობიანი ეგრეთ წოდებულ დამხობაზე იყო საუბარი ორგანიზატორების მხრიდან. თქვენი პროცესები, რომელიც ათვანელის რეზიდენციაში მიმდინარეობდა, თუ ხონა ამას მშვიდობიანი სახე, როგორ აფასებთ განვითარებულ პროცესს? ორბელიანის სასახლეში გაწმოხდებული. ორბელიანის სასახლეში იყო, რაც ვთქვი, რეჟიმის მიერ ხაფანგი მოწყობილი. ამიტომ ეს არ არის დამახასიათებელი ამ მოძრაობის, ამ მშვიდობიანი პროტესტის. არ არსებობს, რომ ადამიანები 300 და მეტი დღეს დგანან იმისთვის, რომ დაიცვან ამ რეჟიმის წინააღმდეგ კონსტიტუცია, რომელსაც ყოველ დღე არღვევს რეჟიმი, კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს. და ჩვენ ამას ვიცავთ აქა ყველანი თითოეული აქა მდგარი ადამიანი და თქვენ გინდათ რომ რაღაცა 1 საათში ეს ყველაფერი გაქრა და უცებ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე მიდის ეს იგივე ეს ხალხი არ არის ეს ასე. მშვიდობიან ფორმებს აწყდებოდა ქალბატონო სალომე. ოქტომბრის აქციამ უფრო მეტად დააზიანა პროტესტი, რომელიც დაიწყო 28 ნოემბერს თუ უფრო ვერაფერი ვერ დააზიანებს ამ პროტესტს და გუშინ ჩვენ დავინახეთ რომ ის რაც ჩვენ ვიცოდით და ვამბობდით რომ ნებისმიერ დროს როცა საჭირო იქნება ეს პროტესტი არსად არ წასულა და ის 50, 70, 80,000 ადამიანი აქვე გამოვა და აქვე გამოვა მშვიდობიანად, როგორც გამოდიოდა. ეს იქნება დღეს, იქნება ხვალ, იქნება ზეგ და არავინ არ ჩათვალოს, რომ ეს მუხტი გამქრალა და შეუძლიათ რაც უნდათ ის გააკეთონ. არ არის ეს ასე. ქართველი ხალხი დგას თავის ადგილას. დიდი მადლობა ყველას. მადლობა სალომე ზურაბიშვილს უსმენდით. მან გააკეთა განცხადება, კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ქართულ ოცნებასთან ბრძოლა იყოს ხანგრძლივი პროცესი, თუმცა მისივე განმარტებით მნიშვნელოვანია კონსტრუქციულობის შენარჩუნება ამ პროცესში. გარდა ამისა, გააკეთა აქცენტიც იმაზე, რომ ივანიშვილის ძალა არის ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ძალა, ამიტომ ხალხს კეთილგონიერება მარტებს მასთან ბრძოლის პროცესში. ის დღეს გამოვიდა ქართველი ხალხის გვერდით და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია მისი მიმართვის. შემდეგ, რაც შეეხება დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე პროტესტს, მოქალაქეები პროტესტის 312 დღესაც რჩებიან აქ და ასე აპირებენ მომდევნო დღეების განმავლობაში.